ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა თამარ გლონდთან და ანა ლაპიაშვილთან ერთად. მოგესალმებით, უსმენთ რადიო მაესტროს, ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა, სტუდიაში მუშაობს თამარ გლონდი და ანა ლაპიაშვილი. მოგესალმებით და სანამ სტუმრობთან ერთად დღის თემებს განვიხილავდეთ, იქამდე გაგაცნოთ მნიშვნელოვან სიახლეებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პირისპირი შეხვედრა დასრულებულია, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მოლოდინი ამ ბრიფინგზე მთავარი გზავნილების იყო ძალიან დიდი, რადგან როგორც ყოველთვის იყო ცნობილი, ქართულ სტუმარს გერმანელ მასპინძელთან ძირთად განსახილველ საკითხად დასახელებული ჰქონდა ვიზა ლიბერალიზაციის თემა, რომელთან დაკავშირებითაც გერმანიის პოზიცია საქართველოს თვის ვიზა ლიბერალიზაციის მიღების ტემპებს საკმაოდ ანელებს. გერმანია ამბობს, რომ აუცილებელი არის ვიზა ლიბერალიზაციის ნებართვის გაცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქნება შეჩერების მექანიზმები დარეგულირებული. საქართველოსთვის კი ეს მომგებიანი ნამდვილად არ არის. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და როგორც პრემიერმა განაცხადა, ის იმედგაცრუებული ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ არ არის. კარგია, რომ 2017 წელი ქართულ-გერმანული მეგობრობის წლად გამოცხადდა. 2018 წელს საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი და როგორც სტუმარი ქვეყანა აღნიშნავს, გერმანია საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირის ფარგლებში და ნატოს შიგნითაც გაგრძელდება. ჩვენი ინტერესი თუ ადევნებთ თვალს ეკონომიკურ რეფორმებს და საქართველოში ეკონომიკის ლიბერალიზაციას აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. საქართველოს ასევე ივლისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწევა. ამის შესახებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მათი საუბრეს აგრეთვე სხვა ბევრ იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც საქართველოს შეეხებოდა, განსაკუთრებით კი ევროკავშირის წევრობაზე. ამასთან დაკავშირებით ანგელა მერკელმა დღევანდელ ბრიფინგზე სპეციალურად გააკეთა განცხადება. მან აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზეა საუბარი. მისი თქმით, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ საქართველო არ არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი. ასოცირება ძალაში შედის, მაგრამ ჯერ მისი იმპლემენტაცია საჭიროა, ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ, ყველაფერი გავაკეთოთ. ასოცირების შეთანხმება რის გაკეთების საშუალებასაც გვაძლევს. საქართველო არ არის ევროკავშირის გაწევრიანების კანდიდატი. ეს არ არის ჩვენს დღის წესრიგში. ჯერ გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს გეგმაში შემოდის. კარგად დავამთავროთ პროცესი. ჩვენ ხედავთ დიდ წარმატებას, პროგრესს ხედავთ, რასაც საქართველომ მიაღწია, განაცხადა მერკელმა და ამ მიმართულებითაც, როგორც ვიზა ლიბერალიზაციაზე ანაშენ აღნიშნე რამდენიმე წუთის წინ, ასევე ევროკავშირთან და მის წევრობასთან დაკავშირებითაც აღნიშნა ანგელა მერკელმა, რომ პროცესი საკმაოდ ნელ ტემპებს მოიცავს და იმისთვის, რომ საქართველო გახდეს იგივე ევროკავშირის წევრი, ჯერ საჭიროა იმპლემენტაციაზე და ასოცირების გეგმებზე საუბარი. საქართველო მთელი მონდომებით ცდილობს კრიმინალებს ებრძოლოს. ამის შესახებ განაცხადა ანგელა მერკელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ კრიმინალების წინააღმდეგ ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ამ თემის აქტუალობა კი გამოიწვია გერმანულ პრესაში გამოქვეყნებულმა არაერთმა სტატიამ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეფერხება უკავშირდებოდა სწორედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ დაჯგუფებებს და იმ კრიმინალურ სტატისტიკას, რომელიც ევროპაში არსებობს. ამ ნაწილში საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართა გერმანიის საკმაოდ დიდ გამოცემებს და შესწორებად შევიდა ამ სტატიებში, რადგან ინფორმაცია, რომელიც გერმანულმა გამოცემებმა დაბეჭდეს, რეალურად არანაირ სტატისტიკურ მონაცემებს, ოფიციალურ წყაროებს არ ეყრდნობოდა და როგორც არაერთი პოლიტოლოგი აფასებდა ამ ვითარებას, ეს იყო გარკვეულწილად არც იმის გამომრიცხველი არ იყო, უბრალოდ რომ რუსული პროპაგანდის ნაწილი ყოფილიყო. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით დაზუსტება გაკეთდა უფრო მეტი ოფიციალური პირების მხრიდან და მათ აღნიშნეს, რომ სტატისტიკა რეალურად შეცვლილი არ არის და ეს საკითხი არასოდეს დამდგარა ვიზა ლიბერალიზაციის მიღებისათვის რაიმე წინაპირობად. საქართველოს მთავრობა ძალიან მჭიდროდ ურთიერთობს კრიმინალთან ბრძოლაში და მიხარია, რომ ინტენსიური მუშაობა მოდის. მთელი მონდომებით ცდილობს საქართველო კრიმინალებს ებრძოლოს. ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ ამ მონდომებას და არ შევუშლით ხელს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს, მაგრამ არსებობს უამრავი ნიუანსი, რომელიც უნდა იყოს მიღებული. ამიტომ შეჩერების მექანიზმებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით თავიდან ავიცელებთ უსიამოვნებას, რაც მიგრანტების გამო სხვა ქვეყნებთან უკვე გამოიარა. ევროკავშირმა აღნიშნა ანგელა მერკელმა და მან პრაქტიკულად ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გერმანიის იმ პოლიტიკას, რომლითაც ევროკავშირში გამართული შეხვედრების დაწყების და დასრულების შემდეგ მთავარი აქცენტი კეთდებოდა და მთავარი განმარტება კეთდებოდა იმაზე, თუ რატომ არ ხდება საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის უახლოეს დღეებში მინიჭება. არადა პროგნოზი სწორედ ზაფხულის დასაწყისთან დაკავშირებით იყო, თუმცა როგორც ჩანს,
ყველა ეს გარემოება იმის დამადასტურებელი აღმოჩნდება, რომ გადაიწევს პროცესი სექტემბრამდე. მართალია ქართული მხარის განცხადებები არაერთგვაროვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში ფოკუსს გავაკეთებთ სწორედ გერმანიაში გაკეთებულ განმარტებებზე. და ვიზა ლიბერალიზაციისა და ევროკავშირის წევრობის თემის პარალელურად უпростоრად ნატოს საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა დღეს ანგელა მერკელმა. მან აღნიშნა, რომ ნატოსთან დაკავშირებით აღმოაჩინეს პაკეტი, რაც საქართველოსთვის სპეციალურად შეიქმნა. საქართველოსთან მშვენივრად თანამშრომლობთ ავღანეთთან დაკავშირებით. ვარშავაში ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა დამატებითი საშუალებები არსებობს ნატო-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის პაკეტის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით და ამით ძალიან კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის. ეს იყო ის განცხადება, რომელიც ანგელა მერკელმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით გააკეთა დღეს. ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნეს ფორუმიც გაიმართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა ეს ბიზნეს ფორუმი, სანამ ანგელა მერკელთან შეხვედრაზე მივიდოდა. ვაჭრობა და ბიზნესი საქართველოსთან ერთად. სწორედ ასეთი იყო სათაური იმ ფორუმის, რომელიც დღეს ბერლინში გაიხსნა. ფორუმი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრემიერმა გახსნა და მასში მონაწილეობას 130-მდე ქართული და გერმანული ბიზნეს ორგანიზაციის წარმომადგენელი იღებდა, რომელსაც პრემიერმა გააცნო ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში არსებობს და ის პოტენციალი, რომელიც ინვესტიციების შემთხვევაში მათთვის საქართველოსთან იქნება შეთავაზებული. პრემიერის განმარტებით საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბრის დასაწყისში მან ასევე ხაზი გაუსვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე. კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-გერმანიის ბიზნეს ფორუმი ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას. პრემიერის ინფორმაციით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში და მან ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ რეიტინგებზეც, რომლის დროსაც აღნიშნა, რომ საქართველოს ინვესტორებს თავაზობს შესაძლებლობებს თავისუფალ და ღია ეკონომიკასთან მიმართებაში. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ ისტორიულ სტრატეგიულ როლზე რეგიონში, რომელიც ქვეყანას აქვს და მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი არის ივლისში ნატოს ვარშავის სამიტზე მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოსათვის, ამ შემთხვევაში უკვე სამხედრო ალიანსის კუთხით. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა კი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გერმანია დაინტერესებულია საქართველოს სტაბილური განვითარებით და მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს. მანვე ხაზი გაუსვა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივ ისტორიასაც. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითად საკითხებზე, საპარლამენტაშორისო თანამშრომლობის და მოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობასაც და აღინიშნა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებიც. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის განცხადებით, გერმანია მიესალმება სავიზო ლიბერალიზაციის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ზოგადად დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით შეფასდა, როგორც დასტური საქართველოს მზაობისა განამტკიცოს ურთიერთობები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. ეს შეხება თავად ვიზიტის შეჯამებას ამ საკითხზე პრემიერმა უკვე პრესკონფერენციაზე ისაუბრა შეჯამებისას და აღნიშნა, რომ ის ართვლის, რომ გერმანიაში ვიზიტი მისთვის იმედ გაცრუების რაიმე საფუძველს იძლევა. ჩვენი ურთიერთობები არ განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი გადაწყვეტილებებით, რომელსაც ჩვენ არ უნდა ვუყურებდით მხოლოდ საქართველოს მოსაზრებებით და საქართველოს მხრიდან, აღნიშნა კვირიკაშვილმა ბერლინში. მისი თქმით, ქართულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს როგორც ევროპული, ისე გლობალური პოლიტიკის კონტექსტები. ამიტომ ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ გერმანიამ გაგუცრუა იმედები, მივიჩნევთ, რომ პროცესი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოვებს გერმანიასთან. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციასა და საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც პრინციპში ბუნებრივი უნდა იყოს. ამიტომ მივიჩნევთ, რომ მივაღწევთ ურთიერთგაგებას ამ პროცესში და საქართველოს აუცილებლად მიიღებს ვიზა ლიბერალიზაციას. საქართველოს მიიჩნევს, რომ აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ამისთვის კი საჭიროა საქართველოს იყოს თანმიმდევრული ქვეყნის გარდაქმნის პროცესში, გააფართოვოს პარტნიორობა ნატოს ალიანსთან. ჩვენი აზრით, შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნება საქართველოსთვის მაშინ, როდესაც იქნება საერთაშორისო კონტექსტი მზად ამისთვის, აღნიშნა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიას და საქართველოს შორის არის მნიშვნელოვანი ურთიერთობები და მან მადლობა გადაუხადა გერმანიას მხარდაჭერის
დაჭერისათვის. სხვათა შორის საინტერესო არის გერმანია საქართველოს ურთიერთობა პოლიტიკურ იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდება მათ შორის ალიანსს. ჯერ კიდევ 2009 წლის ნატოს სამიტზე მნიშვნელოვანი იყო სწორედ გერმანული პოზიცია იმასთან დაკავშირებით მიიღებდა თუ არა საქართველოს სამოქმედო გეგმას MAPS და ამ ნაწილში საქართველოს-გერმანიის ურთიერთობა განსაკუთრებით საფრთხილო არის, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ. მეორე ნაწილია ის, რომელიც უკავშირდება თავდაცვით ურთიერთობას და ამ თემაზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც არაერთხელ საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ მისი ვიზიტი, რომელიც მას თანამდებობის დატოვებამდე ჰქონდა დაგეგმილი და რომელიც განახორციელა ზუსტად რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტი დატოვებდა, იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მეორეს მხრივ საჭიროება იმის, რომ ძალოვანი უწყებები თანამშრომლობდნენ სწორედ გერმანიასთან და არა მხოლოდ მასთან, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვიზა ლიბერალიზაციის განხორციელების შემდეგაც აღნიშნავენ ექსპერტები და ალბათ არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ გერმანია არის ქვეყანა, რომლის აზრიც მნიშვნელოვანია ორივე მიმართულებით, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის, ასევე ნატოსთან დაახლოების კუთხით და ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის პოზიცია, ძლიერი ხელისუფალი განსაზღვრავს იმასაც, რომ სხვა ქვეყნების ლიდერების პოზიციებიც არაერთხელ შეცვლილა და გამხდარა დამოკიდებული სწორედ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გერმანულმა მხარემ მიიღო. და გადავიდეთ უკვე გადაცემის თემაზე. დღეს გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე. არჩევნების დღეს პოლიციელებს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც ექნებათ ყოფნის უფლება. მთავრობის ინიციატივით მომზადებულ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და მისი თქმით ხელისუფლება ამ ცვლილებებით კორცხელის ინციდენტის დაფარვას და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებას ცდილობს. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა დღეს საპარლამენტო უმცირესობაშიც. ფრაქცია ფორუმელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს, რომელიც პოლიციელებს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშე ყოფნის უფლებას ანიჭებს. მათი თქმით, არჩევანის გაკეთების ადგილს სამართალდამცველები არ უნდა იმყოფებოდნენ. ეს აუცილებლად ზეგავლენას მოახდენს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ადამიანებს პოლიციელის გამოჩენი საკმაოდ ეშინიათ. თუ მანამდე პოლიცია დაფარულად ატარებდა არჩევნებს, ახლა ეს იქნება პირდაპირი მინიშნება იმის, რომ პოლიციის მონაწილეობით ვატარებთ არჩევნებსო, აცხადებდა დღეს თემაზე საუბრისას ანი მიროტაძე. საარჩევნო პროცესი და გამკაცრებული კანონები მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს დეპუტატები დღეს აფასებდნენ და ოპოზიციისგან განსხვავებით ხელისუფლება ამბობდა, რომ ოპოზიციისგან რაიმე ტიპის კრიტიკა და განსაკუთრებით გადაჭერბებული სიმკაცრე აბსოლუტურად არის არარელევანტური, რადგან აქ არის საუბარი წესრიგის და დაცვის უზრუნველყოფაზე ამომრჩევლის უფლებების დაცვაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებთ დღეს ჩვენ დღევანდელ სტუმართან. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი არის გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. მოგესალმებით ბატონ ლევან, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს და თავად იმ ინიციატივაზე კითხავთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რომელიც დღეს პარლამენტს შესთავაზეს და რომელიც უკავშირდება სწორედ საარჩევნო უბნებზე არჩევნების კენჭისყრის დღეს პოლიციელების გამოჩენას. როგორ აფასებთ თქვენ ამ ინიციატივაზე, თუ გაეცანით შეთავაზებას, რომელიც დეპუტატებმა კოლეგებს წარუდგინეს? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც ეხება ამ ინიციატივას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ინიციატივაში განსაკუთრებულად ახალი არაფერი არ არის, რადგანაც პოლიციას ისედაც სამართალდამცავ უწყებებს შეუძლიათ ისედაც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ საჭირო გახდა და დაისვენეს საზოგადოებრივი წესრიგი, შესაბამისად, ეს დამატებითი ჩანაწერების გაკეთების გარეშე შეიძლება ამის განხორციელება, ამიტომ განსაკუთრებული ცვლილება ამ მხრივ არ შესულა, არ შედის კანონმდებლობაში, თუმცა ცული არ არის თუ კომენტაციებმა დაკონკრეტებული ეს საკითხი და ნათლად ჩამოყალიბებოდ ედავлад ეს ფორმულირებები. ამიტომ მე ხედავ ახლა განსაკუთრებულ საფრთხეს გააჩნია ეს როგორ ახსოვდება ეს კანონი, ხოლო თუ პოლიტიკური ნება არ იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოები გამოიყენება თქვათ პოლიტიკური ოპონენტების ასაშინებლად ან მათი ამათუ სახით, ან ამის სურვილით უექნება ხელისუფლებას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში თავისუფლად შეუძლია ამის გაკეთება.
ამ ახალი ინიციატივით რეალურად არაფერი. თუმცა ბატონო ლევან, მოქმედი კანონმდებლობა ვერ აკონტროლებს ამ მიმართულებით სიტუაციას, ანუ როდესაც მაგალითად მოყავთ კორცხელის ინციდენტი და ამ ინციდენტის გამო იგეგმება ის ცვლილებები, რაც დღეს გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. თუ მოქმედი კანონმდებლობა ისედაც არეგულირებს ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას, მაშინ რა საჭიროა ამ ცვლილებების გატარება და ხომ არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სწორედაც რომ დაშინების ელემენტებს და ბერკეტებს შეიცავს სამართალდამცველების გამოჩენა საარჩევნო სივრცეში. როგორც ვთქვი, ახლა შეუძლიათ გამოჩენა, ამიტომ ეს პრობლემა არ არის. მთავარი ამ ინიციატივის მთავარი, ასე ვთქვათ, აზრი და მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ სანქციები მკაცრდება კონკრეტულად აი ამ ტიპის დარღვევებზე და ცალკე გამოდის, ცალკე ფორმულირება ხდება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ვთქვათ ძალადობა და ამ მხრივ ხდება სანქციების გამკაცრება და ამით შეიძლება უფრო მეტი პრევენცია მივიღოთ და პოტენციური კანონდარღვევი, რომელიც ვთქვათ მოხდება აღნიშნულ სიტუაციაში ან რაღაცას გეგმავს, უფრო მეტად დაფიქრდება ეს ჩაიდინოს თუ არა, რადგან უფრო დიდი სასჯელი ასე ვთქვათ იესადაგება მისმედებას. ამიტომ ეს ამ მხრივ მე როცა ვთქვი არაფერი განსაკუთრებული არ იცვლება, ეს საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციელების ყოფნაზე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხო, ამჟამადაც შეუძლიათ ის რაიმე საფრთხე არის საზოგადოებრივი წესრიგი რღვევა ან ვიღაცის კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის საფრთხე, მუქრება, ჯანმრთელობა საფრთხე, მუქრება, რა თქმა უნდა, ახლოს ვერავინ დაუშვეს ის ნიშნავს, რომ მთავარი არის, რომ ან ეს გამოვიდა ცალკე ფორმულირება მოხდა აი ამ კონკრეტული დარღვევების, რაც აქამდე შეიძლება რა თქმა უნდა კონკრეტული მუხლები არსებული მიგესადაგებინა აქამდეც, მაგრამ კონკრეტული ჩანაწერები, ძალიან კონკრეტული ჩანაწერები არ იყო და უფრო ადვილი იქნება უბრალოდ აი ამ ინიციატივის შემდეგ კვალიფიკაციის მინიჭება კონკრეტული ქმედებისთვის. ხო, თქვენ გახსოვთ, რომ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით იყო ამაზე დავა თუ რომელი მუხლით უნდა ტრაგედიულად ბრალდება თქვათ პოტენციურ დამნაშავეებს, ამიტომ ეს ჩანაწერები უფრო ცხადს გახდის ამ პროცესს და შესაბამისად უფრო მარტივი იქნება როგორც სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ მიუხედავად შესაბამისი მუხლი კონკრეტულ დარღვევებს, ისე გარეშე პირებისთვის, დამკვირვებლებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, გაზარალებულებისთვის, ანუ უფრო მეტად მოსთხოვენ, უფრო ადვილად მოსთხოვენ ხელისუფლებას რეაგირებას. ხო, მთავარი არის აქ ეს რაღაც, რომ თავისთავად ეს რეგულაციები ცუდი ნამდვილად არ არის, პირიქით კარგი არის, უბრალოდ როგორ მოხდება ამ რეგულაციების აღსრულება, აი ამასაც მნიშვნელობა განსაკუთრებული, ან უნდა მოხდეს ამ რეგულაციების აღსრულება ეფექტურად და მიუპერძელებლად, ხო, თანმიმდევრული უნდა იყოს თანამედროვე ორგანოები, ხო, თუ ესეთი რაღაც მოხდება, რომ ვთქვათ ხელისუფლების მომხრეები, რომლებიც ჩაიგენ გარკვეულ ძალადობას, მათ მიმართ რაღაც სუბუქი მუხლები იქნება გამოყენებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოთხოვნილი და ხელისუფლების ოპონენტების ძალადობის შემთხვევაში, ოპონენტების მხრიდან არსებული ძალადობის შემთხვევაში უფრო მძიმე მუხლებს გამოიყენებენ, ამ შემთხვევაში პრობლემა იქნება. თუმცა ამ ეტაპზე რა თქმა უნდა ამის ასე ვთქვათ სიგელი არ აქვს რაღაც კონკრეტული მუხლები ადისკრიმინაციულად იქნება გამოყენებული და არათანმიმდევრული იქნება. ხო, თავისთავად ანუ ეს შევაჩამოთ ასე ვთქვათ რეგულაციები კარგია, თავარი არის, რომ ეს რეგულაციები ჯერ უნდა იყოს აღსრულებული და თანმიმდევრულად. ბატონ ლევან, რომ უფრო მეტი, ვთქვათ, კონკრეტი გამოცდა, ანუ ეს არის რეალურად პოლიტიკის, ვთქვათ, განსაზღვრისათვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე იმისთვის, რომ სამართალი აღსრულდეს. კი იყო თქვენგან აღნიშნული, რომ უფრო უკეთესად მოხდება, ვთქვათ, გარკვეულწილად იმის ჩვენება, რეალურად რა მუხლი შეესაბამება და რომ უფრო მკაცრი სასჯელი იქნება, მაგრამ ამას არც დღევანდელი კანონი იკრძალავდა და არც ბუნდოვანს ხდიდა, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ურტყამენ, რა სახის დანაშაული არის ეს, უკავშირდება თუ არა მაგალითად არჩევნებს. ეს ერთი ნაწილი და მეორე უფრო მნიშვნელოვანი აქცენტი ამ შემთხვევაში მინდა რომ სწორედ პოლიციელების უბანზე მუდმივად ყოფნაზე გაკეთდეს. მაშინ, როდესაც მედიას საარჩევნო უბანზე ყოფნისას გადაღების, ვთქვათ, შეზღუდვა აქვს, როდესაც საარჩევნო უბანზე გადაღება არის მხოლოდ, ვთქვათ, ისეთ სიმაღლეზე, როდესაც მოხდება დაფიქსირება საარჩევნო ყუთის და სიების, ისე რომ იდენტიფიცირება არ ხდებოდეს და იმის, რომ არ მოხდეს გაყალბება და ადამიანების სახეზე გადაღება პრინციპში მიღებული პრაქტიკა აქამდე არ არის და კანონი რა გარკვეულწილად ამას არ რეგულირებს. პოლიციელს, რომელსაც აქვს საშუალება, რომ მუდმივად ვიდეო თვალით აკონტროლოს
აკონტროლოს შემსვლელ გამსვლელი. ეს არის თუ არა თქვენი შეფასებით, იმიტომ რომ განსხვავებული მოსაზრებებიც მოვისმინეთ, გარკვეულწილად შიშის ფაქტორის გამჩენი, თუნდაც ამორჩეულზე, როდესაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრაქტიკა იმავე, ვთქვათ, არჩევნებისას, რომელიც საქართველოში არაერთხელ ჩატარებულა, ძალიან უხვად იყო. არა, ამის საშუალება პოლიციას ახლა თავს როგორც ვიხარით, არავინ არ უშუალოდ. თუმცა ეს ხდება შეთანხმებით საარჩევნო, ვთქვათ, უბნის არა, არ ხდება შეთანხმებით, არ არის აუცილებელი. საარჩევნო უბნის ხელმძღვანელმა შეიძლება გამოიძახოს პოლიცია, როცა რაღაც კონკრეტულ კონფლიქტად ადგილი და თქვათ სხვანაირად ვერ მოხდება სიტუაციის განმეორება, მაგრამ პოლიციას თავისთავად ვალდებულება გააჩნია თუ უბნის გარეთ, ან უბნის გარეთ არის აქ საუბარი და არა უბანში შიგნით. ანუ პოლიციელები შიგნით არ იქნებიან უბანში საუბარი არის, რომ უბნის გარეთ შეუძლიათ კონტროლი და განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა არსებობს გარკვეული საფრთხე, ხო, ამაზე აქ საუბარი, ანუ ფორმულირება ისე არ არის, აქ რაღაც ნებისმიერ დროს, როცა უნდა მაშინ მივა და ანუ ეხლა შეუძლია მისვლა, მაგრამ არ არის უბრალოდ მიზან შეწონილი, ხო, დღესაც არავინ არ უბრძოლოს პოლიციელს, რომ პოლიცია ზოგადად რომ მივიდეს და უბნის გარეთ დადგეს. უბრალოდ ეს იმიტომ არ ხდება, რომ არ არის ამის საჭიროება და მართლა შეიძლება დეწოლად აღიქოს კონკრეტულად ვიღაცა ამომრჩევლებმა და შესაბამისად ცუდი გავლენა მოხდეს საარჩევნო პროცესზე, მაგრამ თავისთავად ამის აკრძალვა დღესაც არ ყოფს ჩვენ კანონმდებლობაში. კეთილნებას თუ გამოიჩენს პოლიცია და იგივენაირად მოქმედებს, ხო, ან როგორც წინაარჩევნებზე მოქმედებდა რეალურად და თუ საჭირო იქნება მხოლოდ მაშინ მივა უბანთან და საზოგადოებრივი წესის უზრუნველყოფს, ამაში პრობლემა არ იქნება. თუმცა საქმე აი ამაზეა ლაპარაკი ზუსტად, რომ პოლიციის კეთილნებაზე თქვენ აღნიშნეთ, რომ თუ პოლიცია გამოიჩენს კეთილნებას და ისე მოიქცევა როგორც საჭირო, ანუ კეთილნებაზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, აი ამ საშიშროებაზე და ამ საფრთხეებზე ვამახვილებთ ყურადღებას. გავიგე, მაგრამ ეს საფრთხეები ახლაც არსებობს, ანუ ამის თქმას ვცდილობ, რომ რეალურად ამ ახალი კანონპროექტით არაფერი ამ კუთხით არ იცვლება, ანუ ახლაც თავისუფლად შეუძლია პოლიციას მივიდეს საარჩევნო უბანთან და იდგეს რამდენი ხანიც უნდა. მაშინ რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ ცვლილების შეტანისა კანონმდებლობაში? ეს ალბათ ეს კითხვა კარგი იქნება, რომ თვითონ ავტორს დაუსვათ და ის უპასუხებს. ანუ მე როგორც ვარაუდობ, ეს არის იმიტომ, რომ კონკრეტული უფრო ასე დაკონკრეტდეს ეს საკითხი, ანუ ასეთ ასახად ესე კონკრეტულად არ წერია, ზოგადი მუხლი ვრცელდება ამაზე, რომ პოლიციის რა თქმა უნდა შეუძლია ნებისმიერ ადგილას გადაადგილება და ვერავინ არ უგზავნოს უბნის გარეთ სიარულს, მაგრამ ეს კონკრეტული მუხლი ალბათ იმიტომ გაჩნდა, ფორმულირება იმიტომ გაჩნდა, რომ ეს იყოს გარკვეულად სიგნალი პოტენციური მოძალადებისთვის, ხო, კანონის ერთ-ერთი დანიშნულება შეიძლება ესაც იყოს, რომ დაკონკრეტდეს რაღაცა დანაშაული, რომელიც დასჯადია ისედაც, მაგრამ ზოგად ფორმულირებაში ხდება, მაგრამ არის ხოლმე რაღაც დანაშაულები, როდესაც ქვეყანას აქვს კონკრეტული პრობლემები ამ კუთხით და ჩვენ ვიცით, რომ არჩევნების დროს ძალადობა თითქმის ყველა არჩევნების დროს ყოფილა საქართველოში, ამ გამართლებულია, რომ ცალკე გამოიყოს ხოლმე აი გარკვეული ფორმულირება მოხდეს კონკრეტულად აი ამ საკითხზე, რომ სახელმწიფომ გაამახვილოს განსაკუთრებული ყურადღება ამ საკითხზე, გარკვეული სიგნალი გაუგზავნოს პოტენციურ კანონდარღვევებს ამასთან დაკავშირებით. თუმცა ბრუნდებით ისევ საკითხზე, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობა ისედაც არეგულირებს ამ საკითხს და კორცხელის ინციდენტს თუ გავიხსენებთ, პროკურატურა არ იყო აქტიური. სანქციები მაგალითად არ იყო ისეთი მკაცრი, არ არის ამ ეტაპზე. თუმცა რაც იყო სანქციები, არც ისინი არ იყო გამოყენებული ადეკვატურად. არა, ის ახლა კორცხელის ინციდენტს შევხედავთ, იყო ამ შემთხვევაში, ანუ იყო რა თქმა უნდა ის საუბარი, რომ შემკვეთები და დამკვეთებზე არ გასულა სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ თვითონ მოძალადეები ვინც იყვნენ კონკრეტულად აი ინციდენტში ვინც მონაწილეობდნენ და ძალადობდნენ, იმაზე ადეკვატური მუხლებით და თუმცა ძალიან დიდი საზოგადოებრივი წნეხის შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამის მომდევნო ზუსტად რა თქმა უნდა, ხო, ანუ კანონში ადგინა კარგი რაღაცა ჩაწერო და რადგან კარგი იყოს კანონი, ამას თუ არ აღასრულებს. შესაბამისად, ყოველთვის იქნება პრობლემა. ამიტომ ამბობ, რომ თავისთავად ეს კანონი, აი ეს ჩანაწერი პრობლემური არ არის პირიქით. დამატებითი ბერკეტი იქნება ხელისუფლების ხელში, თუ მას ექნება სურვილი და პოლიტიკური ნება, რომ პროცესები წარმართოს, ასე ვთქვათ, სამართლიანად და კანონის შესაბამისად. და თავისთავად თუ რამე ცუდი განზრახვები აქვს ხელისუფლებას, არც ეს კანონი აძლევს რაღაც დამატებით ბერკეტს და განსაკუთრებულ ბერკეტს
და არც მოქმედი კანონმდებლობა ugზავავს მაინდა-მაინც ასე ვთქვათ აღკვეთს აი ამ შესაძლებლობებს. ანუ თვითონ კანონი ვერანაირად ვერ შეძლებს ამ საკითხების ისე რეგულირებას, რომ პოლიტიკური ნების არარსებობის შემთხვევაშიც კი სისტემამ კარგად იმუშაოს. პოლიტიკური ნება რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. მე უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ პოლიტიკური ნების არარსებობის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასრულებაში კანონმდებლობაში შევა თუ არა საერთოდ და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ეს იქნება უბრალოდ დამატებითი მექანიზმი, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს და გაუადვილდეს თავდების მხარეს სამართლიან საორგანოებს კონკრეტულ ინციდენტებზე რეაგირება. პოლიტიკური ნება რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია აქ. გასაგებია, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს პროექტების ხელმძღვანელი ლევა ნატროშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში დავბრუნდებით უკვე სოციალური თემით. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში.